მთელი 3 საათის განმავლობაში ნამდვილად ბევრი პოსტი ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში იმის შესახებ თუ ვინ გაიფიცა და სად და გაფიცული თანამშრომლები თავიანთი სამუშაო ადგილების შენობების წინ იკრიბებოდნენ ბანერებით წარწერით გავიფიცეთ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და მათი თქმით ამ პროტესტის მიზანი არის გაფიცულებმა აჩვენონ საზოგადოებას ის თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვის ფარგლებში გადაიკეტა რამდენიმე ქუჩაც და ამ პროტესტს შეუერთდა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პოლიტიკისთვის გაფიცვა არ არის ახალი, ეს არის ახალი პროტესტის სახე ქართული პოლიტიკისთვის, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა და ისიც სწორედ ამიტომ შეუერთდა საპროტესტო აქციას და გაფიცულმა მოქალაქეებმა გადაკეტეს მაგალითად აღმაშენებლის გამზირი და ამის ამსახველი ვიდეოც ვრცელდებოდა. მათ შეარჩიეს პროტესტის ისეთი ფორმა, როდესაც ისინი ზებრა გადასასვლელის საშუალებით კეტავდნენ ქუჩას. იქიდან გამომდინარე, რომ იანვრის დასაწყისში საქართველოს ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი გზის გადაკეტვის შესახებ, რომლის თანახმადაც ხალხის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში გზის გადაკეტვა ჩაითვლებოდა სამართალდარღვევად, მათ გადაწყვიტეს, რომ სწორედ ამ გზით გადაეკეტათ გზა და ამავდროულად ეს ადამიანები გახლავთ TBC ბანკის თანამშრომლები, რომლებიც შეუერთდნენ გაფიცვას. 2 დღის წინ ბანკებმა გაავრცელეს განცხადება TBC-მ და საქართველოს ბანკმა, რომ ისინი ვერ უერთდებოდნენ პირადად, თუმცა თავიანთ თანამშრომლებს ექნებოდათ საშუალება, რომ შეერთებოდნენ გაფიცვას იმ შემთხვევაში, თუ მათ ამის სურვილი ექნებოდათ, რადგან როგორც ისინი აცხადებდნენ, აფასებენ გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რაც აქვს მათ თანამშრომლებს მინიჭებული. გაიფიცნენ ასევე ლიბერთი ბანკის თანამშრომლები სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ისინი სათაო ოფისის წინ დგანან და მათ ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები და ასევე ბანერები, სადაც არის წარწერები, რომ ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს და დაკავებულთა გათავისუფლებას. ასევე გაიფიცა ველისთორი და თუ თქვენ დღეს ველისთორის დაუკავშირდებოდით, მიიღებდით მსგავს შეტყობინებას, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ საყოველთაო გაფიცვას ველიც უერთდება, ამიტომ 18 საათამდე შეკვეთების მიწოდება და მხარდაჭერის გუნდის მუშაობა შეჩერებულია. სწორედ ასეთი იყო შეტყობინება, რომლებიც მიიღეს ველისთორის მომხმარებლებმა. ასევე გაფიცვას შეუერთდნენ City Mall-ში არსებული არაერთი მაღაზია, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ City Mall-ში არსებული ძალიან ბევრი მაღაზია იყო დაკეტილი. მათ შორის არიან სულაკაურის წიგნის მაღაზია ბამბინო, ბატა, სკარპიერა, ყავის ლაბორატორია, კოფილაბი, ვიშლისტი, ფეხსაცმლის გალერეა და კიდევ ბევრი სხვა, რომელიც City Mall-ში იყო. ასევე გაფიცვას შეუერთდნენ კლინიკები, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ხულოს კლინიკა შეუერთდა გაფიცვას, ექიმები შეიკრიბნენ კლინიკის წინ თეთრი ხალათებით და სწორედ ასე გაავრცელეს მათ ფოტო გაფიცვის შესახებ. გაიფიცნენ ასევე კლინიკა კურაციოს თანამშრომლებიც, მათაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ეს ფოტოები. ასევე გაიფიცნენ უნივერსიტეტები, სტუდენტები, ალტე უნივერსიტეტის გაიფიცა, მათ გამოაქვეყნეს ფოტო, სადაც უჭირავთ ხელში ბანერები თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ასევე გაიფიცა საქართველოს უნივერსიტეტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ შეუერთდებოდნენ საყოველთაო გაფიცვას და ასევე მათთან ერთად გაიფიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელმაც გაავრცელა განცხადება, ვრცელდებოდა ფოტოები გაფიცვის ამსახველი, მათაც როგორც საქართველოს დროშები, ასევე არაერთი სხვა ბანერი ეჭირათ ხელში, თუმცა სამწუხაროდ გაფიცვას არ ჩაუვლია დაპირისპირების გარეშე და სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო დოლიძის ქუჩიდან, სადაც მოქალაქეების აქციის მონაწილეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა და ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეებს. გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა, საცხოვრებელი კორპუსებიდან აქციის მონაწილეებს კვერცხებით დაუშინეს და სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გაფიცვა
და შეიძლება ითქვას, რომ მართლა ძალიან ბევრი კომპანია, უნივერსიტეტი თუ ორგანიზაცია გაიფიცა დღეს ამ 3 საათის განმავლობაში. ჩვენ ინფორმაციით ეს იყო 200-მდე, დაახლოებით 200 კომპანია, შესაძლოა მეტიც და საკმაოდ ბევრი პოსტი ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში. ყოველ წამს ვრცელდებოდა ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაფიცვას უერთდებოდა არაერთი კომპანია თუ უშუალოდ კომპანიების თანამშრომლები და შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ამ რუბრიკაში მოხდა ნახევარიც კი არ არის იმ კომპანიებისა, რომლებიც დღეს 3 საათის განმავლობაში გაიფიცნენ, თუმცა ჩვენ შევძელით, რომ მაქსიმალურად მთავარი ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის.